ამარ მუცუბიძე, ევროსკოპის რედაქტორი, დიდი მადლობა, გვერდება ბრიუსელიდან და ცხადია, უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორც არის ევროკავშირის საერთო თავდაცვა. ეს კვირა ძალიან დახუნძლულია და თამარი არის ეპიცენტრში, ამიტომ შენგან ამ ყველაფრის მოსმენა გაცილებით საინტერესოა და გთხოვ, გაგვიზიარე, რისი თქმაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან საინტერესო პერიოდი არის. არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, მთელი ევროპული კონტინენტისთვის. ძალიან საინტერესო პროცესებს ვადევნებთ თვალს, როდესაც ხდება რაღაც ახალი კონტურების ჩამოყალიბება, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვა და უსაფრთხოება და აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირში უკვე ერთიანად აღიქვამენ ძალიან კარგად, რომ მათი უსაფრთხოების ხაზი ახლა გადის უკრაინაზე და გამომდინარე აქედან ევროკავშირი თulis რომ უკრაინის დახმარება და კონკრეტულად სამხედრო დახმარება იქნება გასაღები იმისთვის რომ თუნდაც სამშვიდობო პროცესიც წარმატებით წავიდეს და გარდა ამისა თავად ევროკავშირი იყოს დაცული, რადგანაც ღიად ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ თუ კი ამ პროცესში დამარცხებული იქნება უკრაინა, დამარცხდება ევროპაც და კითხვაც ძალიან ღიად არის დასმული, რომ ვინ იქნება შემდეგი. ანუ ყველა კარგად აღიქვამს, რომ ვლადიმერ პუტინმა ეს პაუზა სავარაუდოდ შესაძლოა გამოიყენოს დასვენებისთვის და არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ უკვე რამდენიმე წელიწადში საფრთხე დაემუქროს ნატოს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ამიტომაც ევროპამ დაიწყო ახლა ძალიან გააქტიურებულ სწრაფ ტემპში ფიქრი საკუთარ თავდაცვაზეც. ამის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ახალი პროექტი Rearm Europe, ანუ გადააიარაღე ევროპა, რაც ასევე განხილული იყო 6 მარტს ლიდერების შეხვედრაზე ბრიუსელში და საბოლოო დოკუმენტშიც ჩაიწერა, რომ მნიშვნელოვანი არის რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია. თუ ვისაუბრებთ სავარაუდო კონფიგურაციებზე, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით ჯერ ლაპარაკი ძალიან ნაადრევია, რადგანაც ჯერჯერობით ქვეყნები ცდილობენ ფინანსურ წყაროების მოზიდვას იმისთვის, რომ მოხდეს აი ამ პროექტის იმპლემენტაცია. ასევე საინტერესო ისიც არის, რომ ახლა ძირითადი ყურადღება და აქცენტი სწორედ უკრაინის დახმარებაზე მიმდინარეობს, თუმცა აი ნახოთ როგორ იქნება შემდეგ პროცესები განვითარებული. თამარ, ერთი ესეთი კითხვა. ყველა თანხმდება შიგნით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ამდე უნდა გაიზარდოს თავდაცვის ხარჯები. ანუ აქ ამაზე მაინც თანხმდებიან, რომ მტერი არ გაჩერდება, თუ კი თვითონ არ გააჩერეს. ეს საკითხი აქტუალურია უკვე ბევრი წელია და ყველაზე უფრო აქტიურად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იყო მუდმივად საუბარი და ჯერ კიდევ იან სტოლტენბერგი წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა, რომ 2% ეს არის მინიმუმი და ზედაზღვარი წლების განმავლობაში სწორედ 20% იყო. 22 თუ 23 ქვეყანამ ამ დროისთვის მიაღწია მშპ-ს 2%-ს, რაც ახლა გამოჩნდა, რომ ძალიან ცოტა. საფრანგეთმა, კონკრეტულად ემანუელ მაკრონმა დაასახელა ციფრი 4-5%. პოლონეთიც ამ ციფრზე საუბრობს და ერთიანობა ამ პოზიციასთან დაკავშირებით ნამდვილად არის, რომ არ არის საკმარისი თუნდაც 2% მშპ-ში თავდაცვაზე, თუმცა შეძლებენ თუ არა და რომელი ქვეყანა რომ კონკრეტულად რომელი რა წლისთვის შეძლებს რომ მიაღწიოს 5%-ს, ეს ჯერჯერობით გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად დასახელებულია და ნათქვამი არის, რომ ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავდაცვაზე ხარჯები და ეს ჩაწერილი არის ამ Rearm Europe-შიც და მიხვედრის დონეზე, ანუ გაგების დონეზე ყველას კარგად ესმის და აი სწორედ ახლა იწყება პროცესი
იმისთვის რომ იქნეს გაზრდილი თანხები. აქ გიორგი გასათვალისწინებელია რომ საუბარი არის დემოკრატიულ ორგანიზაციაზე, სადაც მოსახლეობაც ამომრჩეველიც უნდა იყოს ინფორმირებული და უნდა იყოს თანახმა, რომ თავდაცვაზე ხარჯი გაიზარდოს და თუნდაც ხარჯები, რომელიც სხვა სფეროებზე იყო მიმართული, ახლა უნდა ჩაეხსნას ამ სფეროებს და გადმოვიდეს თავდაცვაზე. ამიტომაც როგორც დემოკრატიულ ორგანიზაციებში ეს მალე ვერ ხდება, თუმცა სხვადასხვა სახის გამოკითხვები სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიას თუ ავიღებთ, ჩატარდა გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ და მოსახლეობა დიახაც რომ მზად არის, რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები გაზრდილი იყოს, რადგანაც მათ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ. აი დემოკრატიულ საკითხებს ვსაუბრობთ ზუსტად და მაინტერესებს ბრექსიტის როლი როგორი არის ამ საქმეში. ვიცით რომ ბრიტანეთი ძალიან აქტიურად ეხმარება უკრაინას. ბრიტანეთი როგორც ბირთვული სახელმწიფო, ბირთვული შემაკავებელი ძალა, აი ევროკავშირთან ეს ყველაფერი რა კორელაციაში, ასე ვთქვათ, რა თანხმედრაშია, როგორ მუშაობს და ახლა თუ დგას ბრექსიტის საკითხზე, ასე ვთქვათ, ის მსჯელობა, რაც იყო ადრე, ხო? ნამდვილად ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მედიას თუ გადახედავთ ევროპულს, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ის არის, რამდენად დააზიანა ბრექსიტმა და დააზიანა თუ არა როგორც თავად დიდი ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირი, ანუ დასუსტდნენ თუ არა ეს ორივე მხარე ბრექსიტისგან დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით. და მედია იხსენებს არაერთ მტკიცებულებას იმისა, რომ სწორედ ვლადიმერ პუტინი და კრემლი იყო ძალიან აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი და არსებობს ფაქტებიც იმისაც, რომ ის გარკვეულწილად ერეოდა ბრექსიტის პროცესებში და სწორედ რუსეთის ინტერესში იყო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის და დღევანდელი გადასახედიდან ბევრი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რატომ უნდოდა რუსეთს ასე ბრექსიტი და ნათელი ხდება რატომაც, რომ დაესუსტებინა ევროკავშირი. და აქედან გამომდინარე, ახლა საუბარი არის იმაზე და ჩანს, რომ როგორც ევროკავშირს, ასევე დიდ ბრიტანეთს უფრო მეტად სჭირდებათ ერთმანეთი, მეტად სჭირდებათ დაახლოება, რა თქმა უნდა, ნატოს ფარგლებში დიდი ბრიტანეთი აქტიურია და ასევე ეროვნულ დონეზე ნატოს წევრ ქვეყნებთანაც მას ორმხრივი ურთიერთობები აქვს, თუმცა ევროპული კონტინენტის დაცულობისთვის ევროკავშირსაც და დიდ ბრიტანეთსაც მეტი სიახლოვე ჭირდებათ. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ორი ლიდერი ქვეყნის, საფრანგეთის და ბრიტანეთის აქტიურობა ამ თემებთან დაკავშირებით. კირ სტარმერიც და ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ პირადად ჰქონდათ საუბარი დონალდ ტრამპთან და აი ამ საუბრების გათვალისწინებით შემდეგ უკვე ვხედავთ, რომ ბრიტანეთის მხრიდანაც და საფრანგეთის მხრიდანაც სულ უფრო მკაფიოდ დგება დღის წესრიგში თავდაცვის უზრუნველყოფა ევროპული კონტინენტის და აქ მაგალითის მოყვანა საკმარისია იმის, რომ სწორედ კირ სტარმერმა დააორგანიზა და ლონდონის სამიტი ჩატარდა მისი ვიზიტის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას მერეც ძალიან აქტიურად ბრიტანეთი ევროკავშირთან ერთად მუშაობენ ამ საკითხებზე. საინტერესოა, რომ ამ კვირას პარიზში დაგეგმილი არის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა და აქ მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მდივანიც ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ალბათ საიდუმლო არ იქნება, რომ საუბრის მთავარი თემა სწორედ უსაფრთხოების საკითხები იქნება და ახალი შექმნილი კონტენტიდან, კონტექსტიდან, სწორედ ასე იძახიან ბრიუსელში, რომ კონტექსტი არის შეცვლილი გეოპოლიტიკური და ევროკავშირს ჭირდება ფეხი აუბას ამ ახალ კონტექსტს და ამ ახალი კონტექსტიდან გამომდინარე, ალბათ საიდუმლო არ იქნება, რაზე ისაუბრებენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები პარიზში დახურულ კარს მიღმა.
თამარ, დიდი მადლობა და კიდევ ერთ ნატოს წევრ ქვეყანასთან დაკავშირებით მინდა კითხვა დაგისვათ, თურქეთის როლი როგორი არის, ან როგორ წარმოუდგენიათ ბრიუსელსა და ანკარაში, როგორი იქნება, იმიტომ რომ ის ცდილობს ბევრი წელია, რომ ევროკავშირს ხმა მიაწვდინოს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია. კი, თურქეთის საკითხით საკმაოდ აქტუალურია და საინტერესოა და ყურადღების ცენტრშია. თქვენ იცით, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი პირადად იყო ჩასული თურქეთში, სადაც ის შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს რეჯიპ ტაიპ ერდოღანს და ამის შემდეგ თურქეთმა, კონკრეტულად პრეზიდენტმა ძალიან ღია განცხადება გააკეთა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მოიაზრება საერთაშორისო ნორმებით მიხედვით. ეს ძალიან კაფიო განცხადება იყო და ძალიან კარგი სიგნალი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, ვინც ევროკავშირიც რა თქმა უნდა ხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამას მოყვა შემდეგ ის, რომ ლონდონში ჩვენ ვიხილეთ თურქეთის პირველი დიპლომატი ლონდონის სამიტზე, მან მიიღო მონაწილეობა და ძალიან საინტერესო დეტალი შემდეგ უკვე 6 მარტის სამიტის მერე ბრიუსელში, მეორე დღეს 7 მარტს ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ანტონიო კოშტამ და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში ევროკომისარმა კაია კალასმა ონლაინ შეხვედრა გამართეს თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის წარმომადგენლებთან და საინტერესო ის არის, რომ ლონდონის მაგალითად სამიტისგან განსხვავებით აქ ამ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა პირადად რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად ანტონიო კოშტამ გაავრცელა და ანტონიო კოშტას შემდეგ ერდოღანის X გვერდზე ჩვენ ნახეთ მცირე ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ მიმართავს ერდოღანის სიტყვით სწორედ წარმოდგენილ ლიდერებსა და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს და შემდეგ გავრცელდა განცხადება მისი, რომ ევროპის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე არის წარმოუდგენელი და ასევე ქვეყნის პირველი პირი ამბობს იმას, რომ და იმედს გამოთქვამს, რომ განახლდება თქვათ საუბრები და დისკუსია ევროინტეგრაციაზე თურქეთის. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასევე დიდი დისკუსია მიდის ბრიუსელში იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იყოს დაცული ევროკავშირი ეგრეთ წოდებული რუხი ზონებისგან. უნდა მეტად ჩაიკეტოს და ერთგვარი ბუფერული ზონა გააკეთოს, თუ პირიქით უფრო მეტად უნდა გაიხსნეს და ის ქვეყნები, ვინც აფიქსირებს, რომ სურთ ევროპული ოჯახის წევრობა და იზიარებენ ფასეულობებს, პირიქით მეტად დაიახლოვოს. ტრადიციულად აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები თვლიან, რომ გაფართოება ამ ახალი კონცეფციის, უსაფრთხოების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდა იყოს. ეს ასევე 6 მარტს დააფიქსირეს მათ სამიტის წინ ჟურნალისტებთან, თუნდაც გიტანას ნაუსედა, რომელიც თulis რომ პირიქით გაფართოებას ახლა მეტი როლი უნდა და ადგილი დაეთმოს, ასე რომ ნახოთ თურქეთის შემოსვლა როგორც რეგიონში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშის უფრო მეტად საინტერესოს ხდის მოვლენებს, პროცესებს რეგიონში. ახლა მთავარია ევროკავშირმაც გადაწყვიტოს, ანუ მეტი გახსნა უნდა თუ თulis რომ უსაფრთხოების კუთხით მეტად იზოლირება იქნება გამოსავალი. ამ თემებზე ესე კონკრეტულად და როგორ დაალაგდება სიტუაცია ჯერ ადრეა საუბარი, უნდა მივყვეთ მოვლენებს, დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება ახლა ამ კვირაში საუდის არაბეთში, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის. ევროპა ამას ყველაფერს ძალიან აკვირდება და ნელ-ნელად გამს ნაბიჯებს თავისი უსაფრთხოების გასამყარებლად.
დიდი მადლობა თამარ შენი დროისთვის. თურქეთის მეტად ჩართულობა აჩენს ძალიან დიდ ფანჯარას შესაძლებლობის მათ შორის ჩვენთვის და რაღაცა იმედის ნაპერწკალი ჩნდება კიდევ უფრო მეტად. დიდი მადლობა თამარ, აუცილებლად დაგიბრუნდებით და წარმატებებს გისურვებთ დროებით. დიდი მადლობა.